31 დღეა უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ ქალაქის ცენტრში და ბევრი ზეწოლის, ბევრი დაშინების, დაპატიმრების მიუხედავად, რასაც დეტალებში ჩაუშვით გზადაგზა, მაინც მყარად დგას ჭიათურის სამართლიანობის სადარაჯოზე. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, რომ სამთის ასეთ ცივ და სუსხიან ამინდში ჩვენს გვერდით იმყოფებით და ჩვენთან ერთად ვიზიარებთ იმ გასაჭირს, რაც დღეს ჭიათურას ადგას, თუმცა ჭიათურა არ არის სამწუხაროდ გამონაკლისი და ერთადერთი რა პრობლემებიც დგას ზოგადად საქართველოში ანალოგიური პრობლემის წინაშე და უსამართლობის წინაშე იმყოფება დღეს ჭიათურაც. მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს მობრძანებისთვის, ჩვენი მემკვიდრეებისთვის, ტელევიზიებს განსაკუთრებით ობიექტურად გაშუქებისთვის. მინდა შევეხო მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საპროტესტო აქცია ისევე როგორც ძალიან ბევრი არის მშვიდობიანი და არანაირად არ შევეცდებით რამე პროვოკაცია მოხდეს დღეს აქ. ამიტომ მაქსიმალურად კანონის ფარგლებში ჩავატარებთ დღევანდელ საპროტესტო აქციას. სამწუხაროდ ვერ ვიქნებით დღეების განმავლობაში აქ და აქ გვაქვს ის გულისწყლივილი ჩამოტანილი, რაც ამ ხნის განმავლობაში კერძოდ ჭიათურაში და ზოგადად საქართველოში დაგროვდა. მე მინდა შევახსენო აქ მყოფთ, ეხლა ვიმყოფებით ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან და მინდა შევახსენო მათ, რომ ჩვენ ამ წლის 28 აპრილს აი ზუსტად ამ ადგილას მართავდით საპროტესტო აქციას და ვთხოვდით მთავრობას და ამ სამინისტროს სამხრივი კომისია, რომელიც თითქოს ჭიათურის გადასარჩენად შეიქმნა და ამ სამხრივ კომისიაზე განიხილებოდა როგორ გამოსულიყო კრიზისიდან ჭიათურა. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არანაირად სასიკეთოდ არ წაადგა ჭიათურას. არანაირად. რადგან არ იყო ჩვენი თხოვნა ყურადღებული მათგან, რომ ჩვენ მუშათა კლასი ყოფილიყავით სამხრივ კომისიაში ჩართული და ჩვენი გამოცდილება, ჩვენი თხოვნა, რჩევა, შეფასება გაეთვალისწინებიათ უკეთესი ჭიათურის გრძელვადიან მომავლისთვის. თუმცა მათ აი ესე დიქტატურულად, ერთპიროვნულად ასე ისურვეს. ბრჭყალებში სპეციალისტი მიხაილ სოცკი ყავდათ მიწვეული მრჩევლად თურმე ამ სამხრივ კომისიაზე. მიხაილ სოცკი, რომელიც ტყიბულის საკნახშირის დირექტორია 2019 წლიდან და მისი რჩევით, დარიგებით მივიღეთ ის შედეგი, რომ დღეს გვაქვს 3620 დასაქმებულის ნაცვლად გვყავს 1600 დასაქმებული მაღაროში, 2000 უმუშევარი თანამოქალაქე ჭიათურაში და 4 უსამართლოდ დაპატიმრებული ჩვენი თანამებრძოლი და მეგობარი ციხეში. აი ეს არის ამ სამინისტროში დაგეგმილი სამხრივი კომისიის შედეგები, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ კონკრეტულად ერთი სამინისტრო და კონკრეტულად ერთი მინისტრი
ვერ ჩაიდენდა იმ დანაშაულებებს, რაც დღემდე ჭიათურაში ხდება. მოკლედ 271 დღეა, რაც საპროტესტო აქციაზე ვიმყოფებით, მოკლედ მონახას გავაკეთებთ, რამ გამოგვიყვანა ქუჩაში, რომ ყველასთვის იყოს ნათელი 2025 წლის 28 თებერვალს კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა და CMC ჯგუფმა ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ თავისი უსამართლო გადაწყვეტილებებით, ხელფასების არ გაცემით გახადა ჭიათურა და ჭიათურელები იძულებული გამოსულიყვნენ ქუჩაში. შემდეგ მიმართა სასამართლოს, რომ გაკოტრებული იყო და ხურავდა მიწისქვეშა სამუშაოებს და მიდიოდა უბრალოდ ჭიათურიდან მიწისქვეშა სამუშაოების საკითხი, თუმცა ღია კარიერულ მოპოვებას აორმაგებდა. ეს არის ჯორჯიან მანგანეზის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თემურ ხონელიას სიტყვები, რომ ღია კარიერებით გადაარჩენდა კომპანიას. აი ამას მოყვა ის საპროტესტო აქციები, რაც ამ ხნის განმავლობაში გრძელდება. შემდეგ გვევლინება ხსნელად მიხაილ სოცკი. მიხაილ სოცკი აცხადებს, რომ მე თუ არ მექნა კონკრეტული ხარდაჭერა და გარანტიები სახელმწიფოსგან, ისე არ შევალ ჭიათურაში, რადგან კარგად იცოდენ ჭიათურის მიამბოხეს სული და ზუსტად მთავრობის კონკრეტულმა წარმომადგენლებმა მიცეს თურმე ის გარანტიები, რაც შემდეგ განახორციელეს. და განახორციელეს ის, რომ პროვოკაციულად უსამართლოდ დააკავეს ჩვენი 4 მეგობარი, მათ შორის 2 მაღაროელი და დღეს 7 თვის განმავლობაში უსამართლოდ სხედან ციხეში. აი ესენი არიან გიორგი მეფარიძე, რომელიც სოფელი შუხუთის გადასარჩენად, რომელსაც ისევ ჯორჯიან მანგანეზი თითქმის 360 გრადუსით და კიდევ უფრო მეტად მიწისქვეშ კარიერებით ყველანაირად ცდილობს, რომ გადათხაროს და აანგრიოს და იქ არსებულ მოსახლეობას არსებობის საშუალებაც კი არ მიცეს. მას ეწინააღმდეგებოდა და ამ პროვოკაციის შედეგად შეძლო ის, რომ ერთ-ერთი აქტივისტი გიორგი მეფარიძე ჩასვა ციხეში. მერაბ სარალიძე, რომელიც ჩვენი მეგობარია, მაღაროელია, თანამებრძოლია, აბსურდული ბრალდებით ჩასვა ციხეში, რომელიც ასევე მაღაროს და მაღაროელების ზოგადად ჭიათურის კეთილდღეობისთვის იბრძვის. ეხლაც ციხიდანაც არ ნამობს არც ერთ წუთს ციხეში გატარებულს, ოღონდ ჭიათურაში იზეიმოს სამართლიანობა. ასევე არჩილ ჭუმბურიძე, რომელიც ყველა საპროტესტო აქციის პერიოდში ჭიათურაში იყო ერთ-ერთი სამართლიანობისთვის მებრძოლი აქტივისტი და მისი აქტიურობის გამო, სამართლიანობისთვის ბრძოლის გამო აბსურდული შეთხზული ცრუბრალდებებით დააკავეს და დააჯინეს 7 თვის განმავლობაში ციხეში. და თენგიზი ბელესიანი, რომელსაც შვილი ისე შეეძინა, რომ არ უნდა ხავს თვალით ჯერ. ადამიანი, რომელსაც აბრალებენ ერთ-ერთი მაღაროს დირექტორის ცემას და ადამიანი, რომელიც შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა ხალხო. აი ასეთი ხალხი სხედან ციხეში. მაგრამ რას ემსახურებოდა ამ 4 ადამიანის დაკავება? ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, რომ ჭიათურა ზუსტად მიხაილ სოცკის რჩევით, რომელიც აქამდეც გაუკეთებია ტყიბულში, უკრაინაში, თავისი განვლილი ცხოვრების განმავლობაში, მისი რჩევით და თხოვნით ითხოვდა გაესუფთავებიათ გარემო მისთვის, მიეცათ თავისუფლად უკანონოდ მუშაობის უფლება. და ეს გაუკეთა ძალიანმა სტრუქტურებმა
ეს გაუკეთა განსაკუთრებულმა უსაფრთხოების დეპარტამენტის სამსახურებმა და თანამშრომლებმა და დღესაც გრძელდება სასამართლოში ამ 4 უსამართლოდ დაკავებული ადამიანების დისკრიმინაცია, უფლებების შელახვა. იმის მიუხედავად, რომ 4 უსამართლოდ დაპატიმრებული გვყავს, ჩვენ ბრძოლას ისე ვაგრძელებთ. შემდეგ მოხდა ისე, როგორც ჩვენი მეგობრები თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე გვირჩევდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ დაკავების შემდეგ დაიწყებენ ვაჭრობას ოჯახის წევრებთან. დაიწყებენ ოჯახის წევრების შეძულებას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ზუსტად იგივე მოხდა და დაიწყეს მათაც ვაჭრობა ძალოვანმა უწყებებმა და კონკრეტულად ჭიათურის პოლიციის უფროსმა როინი დვალმა ღიად ქუჩაში მოდიოდა აქციის მონაწილეებთან, მის ოჯახის წევრებთან და პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ თუ თქვენ შიმშილობას შეწყვეტთ, თუ თქვენ არ შეუშლით ხელს იმ ადამიანების მუშა პროცესს, რომელიც მაღაროების გადამაგრებისთვის მუშაობენ და ჩვენ არავის ჭიათურელებს მაღაროების დანგრევა ნამდვილად არ გვინდოდა. პირიქით, მაღაროებმა და მანგანუმმა უნდა შეინახოს ჭიათურა და ზოგადად საქართველო. ამ შემთხვევაში ბიჭებს გამოუშვებენ ციხიდან და გამოუშვებენ ძალიან მალე. მე მოვდივარ პრემიერის სიტყვებით, არ ვამბობ ჩემს ინტერესს, არ არის ეს ჩემი აზრი და ეს არის გასათვალისწინებელი. კონკრეტულ შემთხვევებში რიგმა ადამიანებმა აიტაცეს იმ წუთშივე, ჩვენ გავიკითხეთ იურისტებთან, თუ როგორ ხდებოდა იურიდიულად ის ყველაფერი, რასაც გვპირდებოდა იმ დროისთვის პოლიციის უფროსი, არ ემთხვეოდა იურიდიულად არანაირი შემოთავაზება რეალურ ფაქტს, არსებულ ფაქტს კანონმდებლობით, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტი. და პროტესტის შემთხვევაში კიდევ უფრო გაცოფებით, კიდევ უფრო განერვიულებული მოვარდა აქციაზე ამის არსებობს ფაქტები და კონკრეტული ადამიანების გაშავება დაიწყო. პირადად ჩემი და ამბობდა, რომ შენ ხარ ის ადამიანი, ვისაც უნდა იმ ბიჭების ციხეში დატოვება, მე პრემიერის სიტყვები მოგიტანე, ბიჭების გამოშვების რეალური შანსი არის და შენ ამ ბიჭებს შენი საქციელით ტოვებთ ციხეში. მიცილებული ვიყავით, გადავსულიყავი შიმშილობის რეჟიმზე, რადგან ყოველგვარი ხელი, ფეხი, პირი ამოკერილი მქონდა, ერთმხარეს იყო პატიმრის ოჯახის წევრები და მეორე მხარეს იყო მაღაროელები, რომელსაც შველა ჭირდებოდა. და მე ვიყავი და გავკეული ჩემი მეგობრები ამ ორი უკიდურესობის წინაშე. იმ ხნის განმავლობაში, რაც ჩვენ შიმშილობის პერიოდი ჰქონდა, დუმარების პერიოდი ჰქონდა და მე მინდა ბოდიში მოვამხადე ყველას ამ დუმარების შედეგად, ვინც დაზარალდა ჭიათურაში და ზოგადად საქართველოში. მოახერხეს ის, რომ შეშინებით, მოსყიდვით, გარიგებით, მოტყუებით შეიყვანეს მაღაროელები სამუშაოებზე. და ეს იყო ზუსტად ის რაოდენობა, რაც მათ ჭირდებოდა. ეს იყო მაქსიმუმ 1600 ადამიანი. და რაც უკვე რომ თავისი საჭირო რაოდენობა მიიღეს, მიაღწიეს იმას, რაც უნდათ, თვეების განმავლობაში ჭიათურაში დატოვებული მარაგები მანგანუმისა გაიტანეს, ინტერესი აღარავის აღარ ქონდა აბსოლუტურად არც პროტესტის, არც მაღაროელების ციხიდან გამოშვებისა. და არსებული რეალობა დადგა ცხადი და ნათელი. თუმცა ამაზე უკვე საუბარი აღარ სურდათ. თავისი ნათქვამის სიტყვები უკან წაიღეს. და ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ჩვენ შემდეგ სულებს ყავს ერთ-ერთი დაკავებული, ერთ-ერთი აქტივისტი, პატიმარი. და მინდა რომ ჩვენი წარე გამოცდილება
ღიად გავასაჯაროთ და ჩვენსავით არ მეტყუდნენ და ბრჭყალებში თითქოს და გარიგებაში არ შევიდნენ, რადგან აქ არის ერთი და ერთადერთი სისტემა. აქ არის ერთპიროვნული მმართველობა, რომელსაც სჭირდება რაც შეიძლება მეტი ფული, რაც შეიძლება მეტი დიქტატურა და ასე შეძლეს ჭიათურაში მუშაპროცესის აღდგენა და ასე შეძლეს პროტესტის განეიტრალება. დავი შეძლებდა ამას. ალბათ ჩნდება კითხვა, რატო ვამბობთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, რატო ვამბობთ, რომ პოლიციის უფროსი და ასევე არ უნდა გამორჩეს სუსის თანამშრომელი ზურა ყანჩაველი, რომელიც ეხლა არის კომპანია CMC ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მოქმედი თანამშრომელი სუსის, რომელიც პირდაპირ მაშანტაჟებდა. თუ რა ქმედებასაც გავწევდი, ყველგან დამსდევდა და მტკიცებოდა, რომ დაგაკავებ, დაგიჭებ. თავის სახელმწიფო უფლებამოსილებას, თავის რესურსებს, როგორც პოლიციის უფროსი, ასევე სუსის თანამშრომელი ზურა ყანჩაველი მუშათა კლასის წინააღმდეგ იყენებდა და იყენებს დღესაც ბოროტად. აი ეს ადამიანები ფინალურისთვის უნდა თქვა ის, რომ როინი დვალის შემთხვევაში, პოლიციის უფროსის შემთხვევაში ეს გახლავთ ჭორვილიდან და კარგად იცით ალბათ ჭორვილიდან კიდევ ვინ არის და სუსის ერთ-ერთი თანამშრომელი ზურა ყანჩაველი გახლავთ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვის სანდო პიროვნება, რომელსაც ძალიან ბევრი პირადი საოჯახო საქმე შეუსრულებია მისთვის. ალბათ უკვე ნათელია მისი ინტერესები იკვეთება ჭიათურაში და ვინ გაატარა ის დიქტატორული და ერთპიროვნული რეჟიმი ჭიათურაში, რაც დღეს ჭიათურას. ალბათ ასევე გახსოვთ ყველას 2012 წელი ბიძინა ივანიშვილის ჩამოსვლა ჭიათურაში წინა საარჩევნო პერიოდში და განცხადებები, რომ მამაჩემიც მაღაროელი იყო და აი მე რომ მოვალ, მე ნახე როგორ ეშველება ამ საწარმოს, ქალაქს, სოფლებს და ასე შემდეგ. აი ეს არის შედეგი. დიდუბეში თავარი არ ყოფილა ახლობლობა, მეზობელ ქალაქობა, თავარი ყოფილა ადამიანობა, რადგან მოვიდა და ყველაზე მეტად რაც ვერ გააკეთა კომპანიამ ვერცეთ წელიწადს 2019 წელსაც საპროტესტო აქცია ჰქონდა, 2016 წელსაც, 2012 წელშიც, 2023 წელშიც და კიდევ აღარ ვამბობ წვრილი საპროტესტო აქციები, სადაც ჩვენი ერთობლივი ბრძოლით შრომის კოდექსის შესაბამისად ვიღებდით იმ უფლებებს, რაც გვეკუთვნოდა შრომის კოდექსი. მაგრამ ეხლა, რაც კი ოდესმე ჩვენი ბრძოლით მოგვიტოვებია, დაგვიკანონებია, ერთიანად წაგვართვა, ერთიანად ჩამოგვართვა და გარდა ამისა 2000 მაღაროელი ჯერ რომ არ მომხდარა ჭიათურის ისტორიაში და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ისტორია აქვს მანგანუმის მოპოვებას და პროტესტებს ჭიათურაში. ძალიან დიდი ისტორია აქვს. მართალია ერთ საუკუნოვანი და ცოტა მეტი, მაგრამ შინაარსობრივად არის ძალიან დიდი. ჯერ ვერ შეძლო ვერავინ ვერ შეძლო გარდა ამისა, გარდა ამ პიროვნებისა. ახლა უნდა ვისაუბრო იმ ადამიანებზე, ვინც იქ მუშაობს, ვინც ვერ გაბედა, ვერ გადააბიჯა თავის პიროვნებას, საბანკო ვალდებულებებს, ჯანმრთელობას, ვერ გაუძლო სტრესს, წნერს და წავიდა მაღაროში სამუშაოდ. მათი სამუშაო პირობები და მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. არა აქვთ
არანაირი შეგულება, არც ბიულეტენი, არც კვება ნორმალური, გაორმაგებული სამუშაო დრო და სამუშაო გეგმა და მიუხედავად ამისა, მაინც თავჩახრილი ხმამობების გარეშე დგანან და მუშაობენ. თუმცა ეს არ იქნება მუდმივად, ამას ვერ შეძლებენ მუდმივად და ჩვენ ვამხნევებთ აქედან იმ მაღაროელებს, რომ ჩვენ ისევ აქ ვართ, ისევ ხმაურობთ და თავისი უფლებები უნდა დაიცან სამუშაო ადგილებზე. ან იბრძოლონ ჩვენთან ერთად და დადგენ ჩვენს გვერდზე. ალაიქეთ ხალხო რომ ფორიუზე გაუშვეს რომ შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს რა მაღაროელების აქცია არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალ-დაცვის სამინისტროსთან რა ყველგან მიაღწია და გვერდში დაუდგენ ამ შრომელ ადამიანებს. მოგესალმებით ყველას პირველ რიგში და მადლობა თითოეულ თქვენთანაც. ვინც დღეს პირველად ხართ ამ კონკრეტულ ადგილზე და ხედავ სახეებს რომ ბევრი თქვენთაგანი პირველად არ ხართ. 7 თვის წინ ვიყავით ამ ადგილზე როგორც არიელმა აღნიშნა და 7 თვის წინ მეც აქ დავიკავე მიკროფონი და ჩემი აზრი გამოვთქვი და ჩემი აუპედითად პატარა წინასწარმეტყველებები ვთქვი და დავიწყე სახელის წაკითხით თუ რატომ ვართ ამ სამინისტროსთან და რატომ ვიყავით 7 თვის წინ ამ სამინისტროსთან. მინდა უბრალოდ გავიხსენო ეს 7 თვის წინანდელი. არაფერი სახელების ჩამოთვლას მე არ ვაპირებ და მინდა უბრალოდ დროში დავაკავშირო რა არის 7 თვის შემდეგ. და იგივეს გავაკეთებ დღესაც. ვართ სამინისტროსთან, რომელმა სამინისტრომაც გადაწყვიტა ჭიათურის ბედი 7 თვის წინ. რომელსაც ქვია დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. მაშინ ესე დავიწყე რომ როცა უდიდესი პრობლემა იყო და მომავლის საშიშროებებზე საუბრობთ, თქვი რომ ჭიათურაში ძალიან ბევრი ადამიანი გახდება დევნილი. და დევნილობა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მტერი შემოგივარდეს იარაღი და გაგაქციოს შენი სამყოფელიდან და შენი სახლიდან. ჭიათურელ მაღაროელებს მით უმეტეს, ვინც არ უნდა მივართმოდა იარაღი, ბოლო-ბოლო 2000 კაცი იქიდან დევნილი არ გახდებოდა, იბრძოლებდნენ და მინიმუმ ნახევარი მაინც დარჩებოდა და შეინარჩუნებდა თავის ღირსებას. არ დატოვებდა თავის სამყოფელს. მაგრამ ჭიათურაში და მით უმეტეს დღევანდელ დროში თუ კი მშვიდობიანად შეგიძლია ადამიანი აქციო დევნილი თავისი სახლიდან, ეს გააკეთეს ჭიათურაში და ეს არ მოხდა მხოლოდ 2 და 20 ადამიანისთვის. ეს მოხდა თითქმის 2000 ადამიანისთვის და 2000 დევნილი ერთი პატარა ქალაქიდან ჩემზე კარგად თქვენ შეგიძლიათ გაანალიზოთ რამხელა მასშტაბია. ასე რომ ეს სამინისტრო, რომელიც დევნილებზე ზრუნავს, ახლა 7 თვის შემდეგ დაფიქრდეს რამდენი დევნილი ყავს თავისი ქალაქიდან, თავისი ოჯახიდან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად იმსახურებდნენ და დღესაც იმსახურებენ, რომ თავის სახლში დაბრუნდნენ. შემდეგი ბატონო, შრომის მაშინაც თქვი და დღესაც გავიმეორებ. თუ კი ვინმე ამ ქვეყანაში შრომობს, დევნილს ქმნის და ემსახურება თავის ქალაქს, თავის ქვეყანას, სახელმწიფოს, ეს იყვნენ მაღაროელები. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მძიმე შრომა უწევთ და უწევთ ეს შრომა გადაიტანონ ელემენტარულის ფასად, იმ პირობების ფასად, რომელიც ზოგჯერ ღირსებასაც კი ცდება, მაგრამ ესენი ასობით წელია იტანენ ამას, 100 წელზე მეტია, მაგრამ თავჩახრილად, შრომით, რა ვიცი, დაფუთქული ხელებით, დაკოჟრილი ხელებით, ემსახურებიან თავიანთ ოჯახებს და თავიანთ ქვეყანას. და დღეს შრომის უნარიანი 2000 ადამიანი მოწყვიტეს თავის საშრომს. ადამიანები, რომლებიც 40 წელი, წარმოიდგინეთ, 40 წელი მუშაობდნენ,
40 წელი ერთი და იგივე მძიმე საქმეს აკეთებდნენ და მოვიდა ვიღაცა, რასაც მე ვამბობდი 7 თვის წინ, რომ მოვლე და გაცხადებულია, რომ მინიმუმ 1500 კაცი, 1500 ღირსეული მშრომელი უნდა დატოვოს შრომის გარეშე. იმ შრომის გარეშე, რომელიც შრომასაც მოქონდა თავისი სიკეთე, არა მარტო მოპოვებული მარგანეცი, არა მარტო მოპოვებული სიმდიდრე, ისინი ბიუჯეტში იხდიდნენ არც თუ ისე ცოტა თანხას. თავისი მძიმე შრომის მიუხედავად კიდევ შემოსავლებს იხდიდნენ სახელმწიფოში და ეს 2000 ადამიანი დღეს გაქცეული არის სხვადასხვა ადგილებში, მუშაობენ მშენებლობაზე, მუშაობენ ტაქსებზე და ასე შემდეგ, მაგრამ ბიუჯეტში ვეღარშია. ესეც სახელმწიფოს დაადგა და ამას ვამბობდით 7 თვის წინ და ახლაც ფაქტებზე ვსაუბრობ. შეჯამებას ვაკეთებთ რა მოხდა 7 თვის შემდეგ. შემდეგი ჯანმრთელობის სამინისტროსთან ვარ. თუგისადმე ჯანმრთელობაზე შეიძლება წუწუნი, ეს არის ქალაქი, რომელსაც ჭიათურა ქვია. ჩვენ ვამბობდით 7 თვის წინ, რომ ეს ყველაფერი ჭიათურაში ძალიან გონდგარია. ჯანმრთელობის პრობლემა იქ პატარა ბავშვიდან დაწყებული მოხუცით დამთავრებული ექნება ყველას, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად და არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ აქ არ ვიდექით არც სახელმწიფოს მტრები, არც ქალაქის მტრები და არც კომპანიის მტრები. ჩვენ გვინდოდა ყველასთვის კარგი და ვამბობდით, რომ არ აქვს მნიშვნელობა შენ პოლიციის უფროსი ხარ, მინისტრის მოადგილე ხარ, იქ დასაქმებული მაღალჩინოსანი ხარ, მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ოჯახის წევრს აზიანებს ის მტვერი, ის მომაკვდინებელი, მართლაც ჯანმრთელობისთვის პირველი ზიანის მიმყენებელი, რაც იწვევს სიმსივნეს, გულსის ძაღლს და დაავადებებს და არავის შვილი ამისგან დაზღვეული არ არის. და როგორც თქვენი შვილებისთვის, ისევე ჩვენი შვილებისთვის ვაყენებდით ამ საფრთხეს, რომ ჭიათურაში დგას ჯანმრთელობის უკიდურესი პრობლემა. მოდის შავი მდინარე, რომელიც 7 თვის შემდეგ კიდევ უფრო გაშავებულია. შემდეგ სოციალური დაცვის სამინისტროსთან ვარ. არ მინდა რამე სიტყვა შემოშალოს, მაშინაც ამას ვამბობ. ჭიათურაში 7 თვის წინ სოციალური პრობლემა იდგა და გავაჟღერეთ მაშინაც, რომ ძალიან ბევრი ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს ქალაქში, რომელ ქალაქიდანაც ყოველწლიურად ძალიან ბევრი მილიარდი გააქვთ. ქალაქი, რომელიც დგას პირდაპირ ეს სახელწოდებით ოქროზე. ყვითელ ოქროზე, უფრო ძვირფას ოქროზე დგას. ქალაქი, რომელიც უფრო მდიდარია ვიდრე ქუვეითის რომელიმე პატარა ქალაქი და უნდა ნატრულობდნენ, რომ ჭიათურაში იბადებოდნენ ბავშვები და უნდა ნატრულობდნენ ოჯახები, რომ ჭიათურაში ცხოვრობენ. იმდენად კარგი სოციალური პირობები უნდა იყოს. და 7 თვის წინ ვამბობდით, რომ არ შეიძლება, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა, რომ ჭიათურაში თუნდაც ერთი ოჯახი სოციალურად დაუცველი სტატუსს ატარებს და შემწეობაზეა დამოკიდებული. და დღეს 7 თვის შემდეგ სულ ცოტა რბილად ვთქვათ, ძალიან უკიდურესად გაძლიერდა სოციალური პრობლემა ჭიათურაში. დაემატა 2000-მდე უმუშევარი და მე მგონი არ ჭირდება ზედმეტი მჭერმეტყველება იმას, რომ ჭიათურაში 7 თვის თავზე სოციალური პრობლემა ვერ გამოსცემდა. პირიქით გაათმაგდა, გაასმაგდა და კიდევ დავთვალოთ მე თუ კიდევ მათემატიკურად ჭკვიანები იქნებით, მათემატიკა და არითმეტიკა გეცოდინებათ, როგორ შეიძლება ერთ პატარა ქალაქში, სადაც არ არსებობს ალტერნატივა სხვა, 1-2 კანტი კუნტატროსადმე ვინმე დასაქმეს 2000 ადამიანი ერთი პატარა რეგიონისთვის. რამხელა ციფრია და ეს ოჯახები სოციალურად წინ წავიდოდნენ თუ უკან. ეს არის მარტივი შეჯამება 7 თვის წინანდელის და 7 თვის შემდეგ რაც არის. იმიტომ რომ ჩვენ 7 თვის წინ ვაკრო მოვედით, მხოლოდ და მხოლოდ ეს ვისაუბრეთ, საფრთხეები, გაჭირვება და თხოვნით მოვედით. ამ სამინისტროსთან ვიყავით თხოვნით, რომ თქვენ გეგმავთ, რომ ჩაატაროთ სამხრივი მოლაპარაკება და თხოვნა იყო ერთადერთი, რომ ერთი მაღარუელი მაინც დაასწარით იმ სამხრივ მოლაპარაკებას, თუ თქვენ პრობლემის მოგვარება გინდათ, პრობლემებსაც ყველაზე კარგად ჩამოაყალიბებენ და თუ გამოსავალი იქნებათ, გამოსავლის გზები ძალიან კარგად იციან და ერთი ადამიანი მაინც გაგეთვალისწინებინათ,
ბუტაფორიულად თვალის ასახვევად მაინც დაგესწროთ იმ სახლის შეთანხმებაზე, როცა უცებ მოულოდნელად ჩუმად ჭიათურაში ჩავიდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის მოადგილე, დაისვა წინ კომპანიის წარმომადგენელი, დაისვა წინ პროფკავშირის წარმომადგენლები, ერთ საათში გადაწყვიტეს ჭიათურის ბედი, გამოვიდნენ შემდეგ მეორე დღეს და გვახარეს რომ ჭიათურამ გაიმარჯვა, მუშა პროცესი აღდგება ერთ კვირაშიო და ეხლა ჩვენ 7 თვის თავზე, აი აქ ვართ და ჩავბრძანდით მოდი ჭიათურაში და ნახეთ აბა როგორ აღდგა მუშა პროცესი. ზუსტად მაგის გვეშინოდა და ჩვენ თავშივე ვიცოდით, 7 თვის წინ ვიცოდით რომ 1500 კაცზე მეტის დასაქმებას არ აპირებდით და ჩვენ ამ პრობლემით ვიყავით ჩამოსული რომ არ შეიძლება 2000 კაცი დარჩეს უკმაბურის გარეშე, სამსახურის გარეშე, 35 წლის ბიჭი რომელიც 15 წელიწადია მაღაროში მუშაობს, იმან მეტი საქმე არ იცის. ის არის თავისი საქმის პროფესიონალი და შენ რომ ქუჩაში ტოვებ, ის ვერ წავა და ახალ სამსახურს ვერ მოიგონებს. მაშინ უნდა გახდეს მონა და მუშა ვიღაცის და შენ დატოვე გარე. და ეს ყველაფერი არ იყო ჩვენი ახირება, არ იყო ჩვენი რაღაცა უაზრო წინასწარმეტყველება. ჩვენ კარგად ვიცოდით ჭიათურლებმა რა პრობლემები იყო და რა პრობლემების წინაშე დადგებოდა ქალაქი და ცუდია, მაგრამ ყველაფერი ზედმიწევნი დახდა და კიდევ უფრო უარესად ახდა, რადგან დღეს ჩვენ 2000 სამსახურ დაკარგულ ჭიათურელთან ერთად 4 უწესიერესი ჭიათურელი უსამართლოდ დაკავებული ყავს. თქვენი სამხრივი კომისიის შემდეგ რამოდენიმე დღეში 4 ადამიანი 4 საღად უაზროვნე. ძლიერი პროტესტის მართლა ღირსეული წარმომადგენლები ციხეში უსამართლოდ ჩასვით. უსამართლოდ. და დღეს მე კითხვასო, ბატონი მინისტრი მიხეილ სარჩელაძე პროტესტის მონაწილეებს რადიკალებად რომ რაც ხედა, შეიძლება აზრია ვიღაცის დამოკიდებულება, ვიღაცის შეხედულება ასე იყოს და ვერ იქნება რომ ყველა საგი და სწორი აზრი კონდეს, ან შეიძლება მართალიც იყო, მაგრამ ეხლა 7 თვე რომ გავიდა, რადიკალური იყო ეს მოთხოვნები, რადიკალური იყო იმ ადამიანების ბრძოლა, ვისაც თავისი ქალაქის გადარჩენა უნდოდა, ვისაც ღირსეული მშრომელების გვერდში დგომა უნდოდა, რომლებიც ამბობდნენ რომ ვიცით პრობლემები და თუ არ იცით გაწოდინებთ, უბრალოდ დაგვიჭერთ და ნახევარი საათით გვესაუბრებთ, წერილი წერილზე გამოვაგზავნეთ, ყველა უწყება საქმის კუში ჩაგაყენეთ, ეკლესია, მდელი, ბერი, ერი, ყველა, მთელი ქვეყანა წინ და უკან დავდიოდით. და ამის შემდეგ დატოვეთ 2000 კაცი ქუჩაში და ზედმიაყოლეთ 4 პატიმარი, რომელსაც 6-დან 9 წლამდე უპირობთ ციხეში გამოტეტვას. აი ეს არის იმ 7 თვის წინანდელის წინასწარმეტყველება, რომელიც კიდევ უფრო სუდად ახდა ჭიათურისთვის, ჭიათურელი მაღაროელებისთვის და ყველასთვის, ვისაც ჭიათურაზე გული შეტკიოდა. აქ დგავარ 7 თვის შემდეგ მინისტრის მოადგილე, ვინაც ხელი მოაწერა რომ ჭიათურა უნდა გადაერჩინა, არა, ჭიათურა ვერ გადარჩა. კიდევ უფრო უარესი ელოდება ჭიათურას, რადგან იქ ვინც მუშაობს, ყველა ის პირობა წაართვეს, რითიც კი შეიძლება და ოდნავ ღირსეულად ემუშავა. ყველა ის ბენეფიტი, რაც მოპოვებული ჰქონდათ ბრძოლის წლების მანძილზე ჭიათურელ მაღაროელებს, აღარაფერი აღარ გააჩნიათ. უბრალოდ 1500 კაცი, რომელსაც სხვა გზა, სხვა ხსნა არ დაუტოვეთ, 2 თვე დაამშიეთ, მერე კარები გააღეთ და ერთმანეთს ასწრებდნენ, ერთმანეთს შეგავდნენ გზაში, რომ იმ 1500 კაცი მოხვედრილიყო. კიდევ უფრო შეულახეთ ღირსება, კიდევ უფრო დააცაცალკავეთ, ერთმანეთის მტრები გახადეთ და ციხეში ჩავშვით ადამიანები, რომლებიც ყველაზე ღირსეული მოქალაქეები იყვნენ თუ რამეს შევეხებით ამ ქვეყანაში. დატოვეთ ბიუჯეტი 2000 კაცი, რომელიც შემოსავალს იხდიდა, ეს ბიუჯეტიც კიდევ უფრო მეტად გააღატაკეთ და ის რა ჭიათურაში ხდებოდა, ის მოპოვება რა ჭიათურაში ხდებოდა, ის ცუდი რაღაცეები რა ჭიათურაში ხდებოდა და თვეების მანძილზე საუბრობდი, კიდევ უფრო მეტად მომატებულია, კიდევ უფრო მეტად გაუარესებულია, კიდევ მეტ სოფელს ემუქრება შუქრუთისნაირი, შუქრუთზე უარესი ელოდება და ამ ყველაფერში სამინისტრო, რომელიც აერთიანებს ამდენ სახელს, ყველა
ყველაფერი მოტრილია იმ ერთ პატარა ქალაქში, რომელსაც ქვია ჭიათურა და ყველაფერი პირდაპირ დაირიბად ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც ქვიათ მაღაროელები, რომლებიც ყველაზე ღირსეულად და ყველაზე მედგრად იყვნენ ამ ქვეყნის სათავეში, ამ ქვეყნის საძირკველში. ღირსეულად, თავჩახრილად, თავის საქმეს აკეთებდნენ და ქვეყანას ამდიდრებდნენ. როგორც თავისი საშემოსავლოს გადახდნენ, ასევე იმ სიმდიდრით, რასაც ღირსეულად მოიპოვებდნენ. სიცოცხლის ფასად, ჯანმრთელობის ფასად, ღირსების ფასად. მაგრამ ეს ყველაფერი დღეს გაათმაგებული პრობლემით არის. ასე რომ, რაც იყო 7 თვის წინ, ყველაფერი ახდა და რადიკალები, თურმე, არავინ, არც ერთი ადამიანი არ ყოფილა რადიკალი. მაგრამ დაყიდულები, დამოკიდებლები, ვიღაცები რომ მოისყიდნენ, გადაიბირეთ, შეაშინეთ, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უკვე დღეს ბევრია ჭიათურაში და დავეც აბინძოთ რამოდენიმე თვეთაგანი ვიყავით იმ 7 თვის წინაც და სიტუაცია ესეთია. არაფერი არ გამოსწორებულა, პირიქით ადამიანები აქციეს დევნილად შეუზღუდეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო შავია ჭიათურა, კიდევ უფრო მეტი სოციალურად დაუცველი ყავს ჭიათურას და ის ოჯახები. ეს არ არის 2000 ადამიანი და მშრომელი. აქ არის ოჯახებზე საუბარი და 2000 ოჯახი ერთი პატარა ქალაქისთვის კი არა, ერთი დიდი ქალაქისთვისაც კი ძალიან კატასტროფული ციფრია. უსამსახურე დატოვებული და მაშინ როცა სამინისტრო რომელიც ყველაზე მეც უნდა აკეთებდეს რომ ამ ქალაქში გამოქცეული ადამიანები თავიანთი რაიონებიდან უკან დააბრუნოს, მიამაგროს, რაღაც კარგი პირობები გააუმჯობესოს და შეუქმნას პირობები ადამიანებს რომ თავის მიწა-წყალზე დაბრუნდნენ, ჩავიდნენ, ერთ საათში გადაწყვიტეს ესეთი უნიკალური ქალაქის ბედი წამოვიდნენ და დაელოდნენ მოვლენებს, რომელი მოვლენებიც უბრალოდ ფაქტებია. ახლა ცხოვრობენ რადიკალურს და რამე მოგონის მოეხედავთ. ფაქტებზე ვსაუბრობ. ეს არის უტყუარი ფაქტები და ზედმეტიც ვარ გავაგრძელოთ და სასაუბრო და პრობლემები კიდევ უფრო მეტია. უბრალოდ მარტივ ფაქტებზე გესაუბრებით, რა სახელებიც გაწერია. დევნილებიც მეტი არის ჭიათურიდან, სოციალურად დაუცველებიც მეტია, ჯანმრთელობის პრობლემების წინაშეც მეტი არიან და ასე შემდეგ. ასე რომ, მხოლოდ ფაქტები, რომელიც ემყარება ლოგიკას, რომელიც არის მარტივი ჭეშმარიტება, ამას არ ჭირდება არც მოგონება და ჭიათურაში ისეთი ამბები ხდება, ვიღარც ლოგიკაში ვსვათ, ვიღარც ფაქტობრივ გარემოებებში ვსვათ. ფაქტი ჯიუტია 4 უსამართლოდ დაკავებული ოჯახიანები, ცოლშვილიანები, შრომელები, ღირსეულები და პატრიოტები ციხეში ზიან. იმიტომ რომ უყვარდათ თავის ქალაქი და ვერ შეეგუენ უსამართლობას. ეგ იყო და ეგ სულ. მადლობა გქონდეთ. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა ამ სოლიდარობისთვის, ამ სითბოსთვის, ამ გვერდში დგომისთვის, უღმესი მადლობა თქვენ პირველ რიგში. ჩვენ ზუსტად მხოლოდ და მხოლოდ უბრალო ადამიანებიდან, მშრომელებიდან, თქვენგან, თქვენი სახით ხედავთ გვერდში დგომას. სწორედ ჭიათურელისთვის, მაღაროელისთვის, ამ პროფესიისთვის არ არსებობს ასეთი სტრუქტურა. ყველა ყველა სტრუქტურა მიმართულია ჩაგვრისკენ. არსებობს ჭიათურაში, კონკრეტულად ჯორჯიან მანგანეში ერთ-ერთი თანამშრომელი CMC-ის კომპანია, CMC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თანამშრომელი ბატონი ზურა ყანჩაველი. ადამიანი, რომელიც პირდაპირ ჩვენ გვამყოფებს ამ შრომელ ადამიანებს სრულიად უუფლებოდ ვართ ჩაგვრაში და რა არის ეს ჩაგვრა. მან ყველაზე კარგად იცის თუ როგორი სუფთა ადამიანები ვართ. ვერ მოგვიდგა ვერც ერთი მხარე, ვერ გამოგვიყენა ვერც ერთმა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვემსახურებით პირველ რიგში უკანონო დაკავებულ პატიმრებს, ჩვენ ჭიათურებს და მათთან ერთად ყველა უკანონო დაკავებულ პატიმრებს უცხადებთ სოლიდარობას. ზუსტად ბატონი ყანჩაველია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ძალაუფლება, რომელიც 9 თვის განმავლობაში ვამყოფებს ჩვენ მშრომელებს ქუჩაში. ხარობენ, აი ზუსტად ამ სიტყვის მნიშვნელობით, ხარობს ახალგაზრდა ადამიანი, ამით რომ ჩვენ მშრომელები, რომლებიც დოვლას ვქნიდით ქალაქისთვის,
დღეს 9 თვეა ქუჩაში ვარ. მარტის და აპრილის ხელფასზე ახლა დანიშნული მიხეილ სოცკი ღიად გვეუბნება, კი გეკუთვნის, ვალის სახითქვა გადასახდელი, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ არ მოგწევთ. აი ეს არის რომელი ადამიანის ჩაგვრა, რომელსაც არ შეეგუა და ვერ შეეგუებოდა ვერაზროს მერაბი სარალიძე, თენგიზ გველესიანი, გიორგი ნეფარიძე, არჩილ ჭუმბურიძე. დღესდღეობით ჩვენ მათთან განსხვავებით ჩვენ გვაქვს ერთადერთი თავისუფლება. არ ვიცით რა იქნება ხვალ და რა იქნება ზეგ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მთელი გულით და სულით ვიქნებით მათ გვერდში, ვიქნებით ჩვენი ქალაქის გვერდში. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ინტერესი ჩვენი ქალაქი, ჩვენი ლამაზი ჭიათურა იყოს ღირსეული, იყოს მაღარუელის. სიტყვა მაღარუელის გარეშე არ აშენებულა, არ გალამაზებულა, არ აღმოცენებულა ჭიათურაში არაფერი. თვით სპორტშიც კი, რაც გუნდები არსებობს, ეს სარაგბო იყო, საფეხბურთო თუ ესე შემდეგ, ყველა ცნობილი იყო მაღარუელით. ყველაფერს ერქვა მაღარუელი პატივიცემის ნიშნად, მაგრამ დღეს მაღარუელს შერჩა ჩაგვრა. ჩვენ არ ვეგუებით ჩაგვრას. ჩემს გვერდით დგას ადამიანი, ტარიელ მიკაცაძე, რომელიც მართლა თანგადაყოლილია ყველა მაღარუელისთვის. ადამიანი, რომელიც გამოცხადებულია ბრალდებულად. მოგეხსენებათ კარგად ბიჭების დაკავების რიცხვი. 29 აპრილი. ზუსტად 28 აპრილს პირველად იმედმა გამოაცხადა ბრალდებულების სახელი და გვარები, რომლის სიაშიც გახდათ ზუსტად ტარიელ მიკაცაძე იყო ბრალდებული, მაგრამ დღესდღეობით ჩვენ გვერდშია. წესიერების გვერდშია და ტარიელი არასდროს არ გახდება რადიკალი. ზუსტად ბატონი მიხეილ საჯველაძეა, რომელიც ალბათ კომფორტულად ზის ეხა ზემოთ და არც კი ადარდებს შრომელების და არც ადარდებს და ესე რომ ვთქვათ, ჩვენი პრობლემები. ზუსტად მან მოაწერა ქალაქის გაყიდვა, ზუსტად მან გვიწოდა ჩვენ რადიკალებს და რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ შრომელებს, ჭიათურლებს, მაღარუელებს, თქვენ ქართველებს, ქრისტიან მართლმადიდებლებს გვირდებით, რომ ჩვენ არ გავიყიდებით და ბრძოლა იქნება ბოლომდე. ბრძოლა გამოიღებს შედეგს ერთობით, სიყვარულით, რა ჩვენ არ გვაკლია და სოლიდარობის იმედად ვართ დარჩენილი. არ არსებობს უფლება დამძველებიდან მოყოლებული არც ერთი სტრუქტურა ჩვენთვის, ჭიათურლებისთვის. ასე რომ უღმესი მადლობა თქვენ. ეხლა ერთ ჩვენ სტუმარს უნდა საუბარი და ბოდიში ცოტა უნდა გადავუხვიოთ თემას, რა თქმა უნდა, დღეს ის დღეა, ვინც საქართველოს მასშტაბით თუ კი რამე პრობლემა არსებობს, არ არის აქ ჭიათურის პრობლემა მარტო ჩამოტანილი, ყველა უნდა გააჟღეროს და გამოსახლების პრობლემა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძალიან მტკივნეული საკითხი. ჩვენთან იმყოფება ქალბატონი მაიკო, გვახსოვს იგივე პრობლემის წინაშე იდგა და დგას დღესაც, მინდა რომ სიტყვით ხო ქალბატონ მაიკოს და ეხლაც ჩქარობთ რომ წავიდეს აი ამ პრობლემის გამო და ვთქვა რომ სიტყვით მიმართოს აქ საზოგადოებას და საფუძველს. მოგესალმებით. დღეს მოგიწევთ შეკრება ჭიათურული მაღარუელების მხარდასაჭერად. მაღარუელების რომლების მთელი თავის ცხოვრება ჩადიოდნენ მიწის ღრმაქანებში იმისთვის რომ მოეპოვებინათ წიაღისეული და სახელმწიფოს ეკონომიკა შეექმნათ. ეკონომიკა რომელიც შეექმნათ სახელმწიფოს ეკონომიკა და თავად რჩებიან ყოველდღიური გაჭირვების მძევლებად. ეს ადამიანები წეგან ითქვა რომ საკუთარი ქალაქიდან გახდნენ დევნილები და დევნილები გახდნენ იმის გამო რომ ყველამ როგორც მოგვეხსენება და ვიცით რომ ამ ადამიანებს აღარ აქვთ შემოსავლის წყარო. შემოსავლის წყარო აღარ აქვთ, შესაბამისად ვერ იხდიან იმ აღებულ ვალდებულებებს, რასაც საბანკო ვალი ქვია. საბანკო ვალი ნიშნავს იმას, რომ იყოს ეს ადამიანის ხვალ გამოსასახლებელი. ნუ რა ვიცი, ჩემი აზრით ვფიქრობ რომ ეს არ არის ინდივიდუალური პრობლემა და ეს არის სისტემის ძალიან დიდი ლაფსუსი. სისტემის, რომელიც ამ ადამიანებს არ აძლევს ღირსეულად ცხოვრების უფლებას და საშუალებას. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანებიც მიემატებიან იმ რიგს, რომელ რიგშიც მე ვდგევარ დღეს ხვალ
ვიქნები გამოსახლებები როგორც ვიცით განახლდა და ეს გავრცელდება არა მარტო იმ ადამიანებზე, ვისაც ქონება აქვს ჩადებები სესრი, არამედ იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს უბრალოდ სამომხმარებლო სესრი აღებული. სამომხმარებლო სესრის აღება ნიშნავს იმას, რომ გააქვს ვალი და ვალის სამოღების მიზნით ხვალ შეიძლება მოგიბრუნდნენ, შეიძლება კი არა უეჭველი მოგიბრუნდებიან და გეტყვიან დიდი ბოდიში, მაგრამ უნდა გაგიყიდოთ ის შენი ბოლო საცხოვრისი, რომელიც გაისურვებს შენ ვალს. აქედან გამომდინარე და სოლიდარობის გარდა მინდა მივმართო საზოგადოებას მხარდაჭერა არა მარტო ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებსაც დღეს რეალურად უდგას პრობლემა, ძალიან ბევრი პრობლემა. საზოგადოების მხარდაჭერა, სოლიდარობა და ხმა ამათ მხარდასაჭერად და გვერდში გასაძლომად სახელმწიფოს კრედიტი ნაბიჯები, რომ ეს ადამიანები, ანუ ჭიათურლები და არა მარტო ჭიათურლები, საქართველოს მოწყვლადი ჯგუფები, რომლებსაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს სახელმწიფო პოლიტიკიდან და ფინანსური პოლიტიკიდან გამომდინარე, კრედიტი ნაბიჯები, რომ არ ვიგრძნოთ ჩვენ თავი შეურაცხყოფილად და განადგურებულად და რა თქმა უნდა, ბანკების საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ამ ადამიანებს კონკრეტულად ჭიათურელ მაღაროელებთან საუბარი გონიული ვალების გადახდაში. სოლიდარობა ჭიათურელ მაღაროელებთან. მადლობა ქალბატონ მაიკოს და მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ქალბატონი მაიკო წლების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცი იყო და ასე უფასებს მთავრობა და სახელმწიფო ღვაწლმოსილ ჯარისკაცებს, ღვაწლმოსილს თუნდაც პოლიციელებს, ადამიანებმა, რომლებაც წლების განმავლობაში შეწირეს თავისი ჯანმრთელობა და თავისი ძვირფასი დრო ქვეყანას. აი ესე უფასებს, ესე ვიღაც კერძო გაუმაძღარი მევახშე მივა და ერთადერთ საცხოვრის წაართმევს. აი ეს არის ძალიან ცუდი მდგომარეობა, დღევანდელი არსებული რეალური და ხალხის ერთიანობის გარდა ამ ანთებულ გულს ვერავინ ვერ შეცვლის და ვერ გამოასწორებს, მე ასე მიმაჩნია. ეხლა მინდა შევეხო გარკვეულწილად სოციალურ ქსელში, როცა გვაქვს ხოლმე ჩვენ რაღაც ან ინტერვიუ, ან რაღაც განცხადებები, ხშირად მოდის ხოლმე, რომ 41-ს ხო კარგად ხაზავდით. ესეთი რაღაც ჭიათურელებზია განსაკუთრებით, ეხლაც ამბობენ, რომ 86%-ით მიიღესო, მაგრამ ალბათ იცით ყველამ როგორც ითვლება ეს პროცენტობა და რაღაც. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჭიათურა არის იმდენად ჩაკეტილი და იმდენად შეშინებული ერთადერთ საწარმოზე, რომელიც პოლიტიზირებულიც არის, კორუმპირებულიც არის, ყველაფერი შეიძლება დაარქვა იმ კომპანიას, რომელიც ჭიათურაში ოპერირებს. ხო, ადამიანებზე პიტარ უფლებებით ვაჭრობო, რომ თუ გინდა რომ დარჩე სამსახურში, უნდა შემოხაზო ეს მქონია ამ 15 წლის განმავლობაში მსგავსი გამოცდილება სამსახურში. უნდა წამოხვიდე საპროტესტო აქციაზე, თუ გინდა რომ სამსახური არ დაკარგებოდა ჭიათურიდან თბილისში მოკავთ ხალხი და აი ესეთი მდგომარეობაა ხალხო ჭიათურაში და ხშირად არ ისმის ხოლმე ასეთი მართალი სიტყვა ჭიათურიდან და მინდა აქედანაც ყველას გავაჟღერო და გავაგებინო, რომ ჩვენი მებრძოლი ხალხი ვართ, მაგრამ იმდენად კორუმპირებულია, იმდენად ჩაკეტილია, იმდენად რა ვიცი დიქტატორულია იქ არსებული მდგომარეობა, ხო? ძალიან ძნელია იქიდან გამოტანა რეალობის და გამოტანა სიმართლის. ამიტომ მე მინდა ჩვენი გამოსვლები სტუმრებთან ერთად უნდა იყოს, თქვენი ჩართულობით უნდა იყოს და თქვენის ნებართვით მინდა მევთხოვ ზაზა ჭუმბურიძეს, ჭიათურელია, ჩვენი ქალაქის შვილია, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი ისაუბროს ჭიათურაზე და არსებულ მდგომარეობაზე. მადლობა დარიო შესაძლებლობისთვის მე გავხსოვარ ზაზა ჭუმბურიძე, მერობის კანდიდატი ჭიათურაში. არჩევნებში 26 ოქტომბერს პოზიცია სამწუხაროდ 10%-ზე ვერ ავიღე, მაგრამ მაინც დიდი წარმატება ფიქრობ, მაინც განსხვავებული სიტყვა ითქვა ჭიათურაში. რაც შეეხება ბიჭებს, ესენი არიან თავდადებული ბიჭები, ესენი არიან მშრომელები, ძალიან მამაცი ადამიანები, საერთოდ მაღაროში რო შეხვიდე ძალიან მამაცი უნდა იყო და ძალიან უნდა აღფასებდე შენს პროფესიას. იმიტომ რომ ეს არ არის ადვილი საქმე, ეს არის ძალიან
ყოველთვის იყო და არის მავაცული პროფესია. ესენი არიან ნამდვილად მამაცი ადამიანები და თავის შრომას აფასებენ. რამინდა პირველ რიგში იმ ადამიანებს უთხრა, რომლებიც შეიძლება არ იციან რაიმე ჭიათურის შესახებ. ჭიათურა ქმნის საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 500 მილიონი ლარის პროდუქტს. რა თქმა უნდა, ზესტაფონელებთან ერთად სულ ჯამში სადღაც 5-6 ადამიანი შრომობს საექსპორტო პროდუქციის შესაქმნელად. და რა თქმა უნდა, ეს არ დარჩებოდა ბატონი ივანიშვილის მიღმა, რომ ეს არ მოექცია თავის კონტროლ ქვეშ. და ეს გეგმაც განხორციელდა 2017 წელს, როდესაც სახელმწიფო შევიდა მმართველად ორივე კომპანიაში და შეექმნა ერთიანი ჯამურად ეს კონგლომერატი. წარმოვიდგინეთ, რომ ამ 500 მილიონიდან ის როგორც ამ ქვეყნის სტრუქტურის რომ ამ ქვეყნის მფლობელია და მმართველია, იღებს პირადად თავის კომპანიისთვის, ქართულ ბანკისთვის ხარჯს და სწორედ შარშან 150 მილიონი ლარი ჯორჯიან მანგანისმა გადაურიცხა ქართულ ბანკს ამ ხარჯის ანგარიშში. უნდა გესმოდეთ, რომ ეს კომპანია და ეს ქალაქი განყენებული არის თითქოს რაღაც საქართველოს სოციუმიდან და ფიქრობენ, რომ ეს ჭიათურლები რაღაც სულ რაღაც პრობლემას ქმნიან, მაგრამ ეს ადამიანები პრობლემას კი არ ქმნიან, ეს ხალხი ქმნის დიდ დოლარს. უბრალოდ მათ არ აქვს საშუალება ეს დოლარი ისე განკარგონ, როგორც ამის უფლება აქვთ და როგორც ეს საქართველოს ჭირდება. ჩვენ პირადად ჩემი აზრი არის ესეთი, რომ ჭიათურ-მანგანუმის, ზესტაფონი და ბოლნისის ბაზნეულის რენაციონალიზაცია უნდა განხორციელდეს და ეს საბადოებზე მებური საბჭოთა რაც საბჭოთა კავშირიდან მიიღო საქართველომ დაუბრუნდეს ისევ საქართველოს და ხალხს. იმიტომ რომ ეს არ შეიძლება ცალკეული ბიზნესმენს, რომლებიც არავითარი ღვაწლი ამაში არ მიუღია. ვინ არის ის მიხეილ სოცკი? 10 ლარი არ აქვს გადახდილი იმაში, რომ გავხდარიყო მმართველი ამ ხელა კომპანიის. ჯერ კიდევ ამას მართავს საქართველოს სახელმწიფო და კეთილი იმედოს სახელმწიფომ, თუ სახელმწიფო ან თავისუფლებს 2000 ადამიანს თავისი სახელმწიფოს საწარმოდან გადაუხადოს ღირსეული კომპენსაცია და ღირსეული კომპენსაცია იქნება 2 წლის ხელსახელფასო დავალიანება. როგორც ეს მოხდა მასწავლებლების შემთხვევაში, როდესაც ისინი გაათავისუფლეს. თუ ეს ხალხი არ ჭირდება ამ საწარმოს, სახელმწიფო საწარმოს, ვიმეორებ, აქ არავითარი სოცკი არ არის. ეს უბრალოდ მენეჯერია, რომელიც დაიქირავა ბატონმა ივანიშვილმა და ეხლა დროებით უგვარებს ამ საკითხს. და არც იგივე არის ზესტაფონში. ეს არის სახელმწიფო 2017 წლიდან ამ საწარმოს მართავჭის სახელმწიფო და ისევე უნდა მოექცეს, როგორც მოექცა მასწავლებლებს. ანუ 2 წლის კომპენსაცია გადაუხადოს როგორც მინიმუმ. ეს მინდა რომ საჭიროებაც იცოდნენ და ყველა სამოხალხო საზოგადოება. და რა მინდა გთხოვოთ ყველას, რა ვის შეიძლება ნახოთ ჩემი გამოსვლა. ამ ბიჭებს სჭირდება დახმარება. ისინი თითქმის 270 დღე არის იბრძვიან და მათ ძალიან უჭირთ ფინანსურად და მე მგონი ცირეოდენ ყოველთვიურ დახმარება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან მათთვის იქნება ალალი და დაუკვირდებელი. მადლობა, სოლიდარობა ბიჭებს და თავისუფლება პოლიტპატრონებს. მოკლედ, ჩვენ გვაქვს ძალიან ცხელი კერები, მოგეხსენებათ, რომ 14 სოფელი არის ჭიათურის გარშემო, რომელიც დანგრევის პირას არის უკანონოდ მოპოვების შედეგად, ღია კარიერული მოპოვების შედეგად არიან ძალიან რთულ მდგომარეობაში. ერთ-ერთი სოფელი არის ასეთი ულამაზესი სოფელი ზოდი, რომელსაც კბილებით იცავენ ზოდელები, მისი მკვიდრი წარმომადგენელი ყავს აგერ ჩვენი მეგობარი, მეგობრები და მინდა
მივესალმეთ, რომელიც ზოგთან დაკავშირებით ისაუბრებს, თუ რა ხდება ამ შემთხვევაში ზოგში და მოდიოდ ვიტყვი, აქამდე რაც ვერ შეძლო კომპანიამ მიხაილ სოცკის ხელმძღვანელობით დღეს წელს შეძლო ის, რომ ზოგშიც შევიდა ღია კარიერული გადაწყების დაწყებას ცდილობენ. გთხოვთ მოგზანდეთ, გააცნოთ თქვენი თავი და ისაუბროთ ზოგში არსებულ მდგომარეობაზე. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. პირველად ვარ ესე საჯაროდ წინაშე და ბევრს არ მოგაწევს თავად მოკლედ გახსენებ რა მდგომარეობა. პირველ რიგში სინდისის პატიმრების მინდა რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ დაჭერილი ბიჭები ვინც არიან და მთელ ქვეყანას რა ეს როდის და შეათulis პრობლემა არ არის. და მთელი ქვეყანა ძალიან ეშო. მე მეორეც რა ვიცი, აბა ეს ბიჭები უნდა გამოვიდნენ ყველანი გარეთ და დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და თავიანთ ქვეყანას რა. ეკოლოგიურ მთელ ქვეყანას ხوار დაიჭერენ. არ შეიძლება ესე ცხოვრება ყოველდღიურ რეჟიმში, რომ აქეთი კითხურებაში აი ქუჩას გადავკვეთავ, მე დამიჭერენ, გავალ იქით ხას ამოვიღებ სიმართლის გულისთვის და მე დამიჭერენ. იქ ვიღაცა აი ახლა იმას ვისაუბრო, მაგრამ ყოველთვე ახალ სიტყვებს იმეორებენ. ჯერ იყო და მიშა იძახის. მერე NGO. მერე ახალი სიტყვა მოიგონეს რაღაც მორკი და ატყვევენ ამ ქვეყანას და ამ იმას და თვითონ მილიონებს შუღლებენ და ხალხს იჭერენ. არ შეიძლება ისე. ჩვენ სოფელსაც შეეხება მოადგენ, ჩვენ სოფელსაც დაიწყეს ზედაპირული მოპოვება. ასე თუ ისე ვცდილობთ, რომ რამოდენიმე ადამიანი რო შევაჩეროთ ეს ზედაპირული მოპოვება, არ შეიძლება არანაირად. სისხლის სამართლის დანაშაულია, ვინც იცის, მე იურისტი არა ვარ და მესმის ასე თუ ისე რა. მეორე ონკოლოგიური კატასტროფის წინაშეა მთელი ჭიათურა. იწვევს ონკოლოგიას. და უმეტესობა რომ მიხვიდეთ მაშინ ზევით ონკოლოგიურში 90% ალბათ ჭიათურელი იქნება რა. პირდაპირ ილეთება ფილტვებში და ვინც მოასწრო გაქცევა და გარბის და თავშველის კარგი და ვინც არ მოასწრო რაკნას იმ ხალხს. რა ვიცი რაზე უნდა ვისაუბროთ. ძალიან ცუდი მდგომარეობა არის. მარტო ეს პრობლემა არ არის. ძალიან ბევრი პრობლემა არის ჭიათურაში ზოგადად. თუმცა ჩავა ადამიანი და ერთი რაღაცა რომ გააშუქოს ისე ჯაჭურად არის ყველაფერი მიღული ერთმანეთზე. ძალიან დიდი მაფიოზური სქემა ტრიალებს რა. იგივე მინდა შევეხო ამ გამარტივებული წესით მიწების პრივატიზირებას. ვისაც უნდა დაურეგისტრირდეს მიწები, ვისაც ელოდებოდნენ ალბათ ამოაღებიებდნენ მანქანებს, იმათ დაურეგისტრირდეს. ვისაც არის მართლა გეუბნები ეს რო ვისაუბრე და ვერ ვცემენ პასუხს ესმის და სამსახურში მირეკავენ რომ მინდორს ვერ დაგერეგისტრირებ და ჭიათურის მერიას გააჩნია პრეტენზია და ჩემი სახლის ბოლოზე მინდორზე რა პრეტენზია უნდა გააჩნდეს ჭიათურის მერიას. მე ვერ ვხვდები. გარდა იმისა რომ ამომწყაროს და გამანადგუროს. რავი, ხეებს და ტბებს ურეგისტრებენ, აგერ საფუთები მიჭირავს 370 ტეტრად. ასხისებენ ბუნებრივ ტბებს. გამგებელი იძახის, მინდორიაო, ხიბაოდი ბავშვობაშიო, მოადგილე იძახის, ვერ ვარჩევო, ტბას და მინდორს ერთმანეთისგანო და რავი, ამნაირი ხალხი თუ ვერ არჩევთ ტბას და მინდორს და დღეს და იმას ერთმანეთისგან, მაშინ გაორება გაქვს და სამკურნალო ხარ, ხო? მალროზი ხარ, ოჯახ აშენებული და უბერავ და 2000-3000 ლარს ხებულობ. ამ გადაყავული ქვეყნიდან ხელფას და კიდე იმოშები ასე ხوار უნდა იყოს, ხო? ჩემ თვალში ნემსეძებ და სხვის თვალში დილეს ვეპოვულობ კაცო, ჩემ თვალში ეგრე ხوار შეიძლება. უნდა მიექცეს ზოგადად ყურადღება რა და ავით თუ იმე დარჩა და ასე ერთობით და რაღაც მას თუ მივაწყებ და მივაქცევთ ერთმანეთის ყურადღებას, კარგი იქნება ზოგადად, თორემ პრობლემების მეტი რა არის, ჭიათურაში კი მთელი საქართველოს პრობლემებში იხშობა და ვალებში იხშობა მთელი ქვეყანა. ეს ახალი არ არის, ხო? დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში. ერთი კაცი ყვიროდეს და დანარჩენი აუძმაო მე არ მეხება ეგ და მე საერთოდ არ მუშაობ ხა მე მაგალითად მაღაროზე, მაგრამ გული შემტკივა იქ მუშავე ხალხი ჯერაპირობებში ამუშავე დილიდან ზესვერ ხედავენ ნახევარ ცხოვრებას ატარებენ მიწისქვეშ.
გამოვლენ რამე გამოდიან სახე შედიან მოდის და ზაოდ კრავთ ეგრეა და სულ ტერმინს გამოვიყენებ და იმასაც იმით რო აშინებ რომ დაგანგრევო და ხმას თუ ამოიღებ რომ განგრევო მაშინ მაღაროდან გამოგახდებ და საერთოდ უშიეს დაგტოვებო ეს საკეთდანაშაულია და რავი რა უნდა მიექცეს ყურადღება ყველა უნდა ყველა სხვა დაიჭერეს პარტა და საქართველოს სხვა ჩაახუტებ ასია ეს რა ჩემი აზრით ეს დიოდა რა უნდა ვქო რა ვიცი დავეხმარო თექნოლოგიას დაუდგეს ძველში და რაც სიმართლეა და რაც სინათლეა ის უნდა ვისაუბრებ ხო დიდი მადლობა ყველას და რა ვიცი ვერჩი დგომა უნდა ამბეჭდოს ყველას რა ეს შეაკურელი იქნება წყალტუბოელი იქნება ფეროც შემა მომუშავე იქნება თუ უბრალოდ ქუჩაში მოხეტიალე გზააბნეული და ყველას უნდა დახმარება და ჩვენი მთავრობა კი გვირდება დახმარება გვირდება და ყოველ შემთხვევაში დაგვეხმარებიან მადლიერებასაც გამოვხატავთ ვინც არ უნდა იყოს ჯერ არ ჩანს რა ვიცი ისე არის შევადაც და დაპირებები რაღაც აღიზარდება და თამსაც ეხა დაგვეხმარება რა ვიცი მადლობა ზოგს ზეგან ვისაუბრებ შუქრეთთან დაკავშირებით, გიორგი ნიფარიძესთან დაკავშირებით, დღეს გიორგი ჩვენთან ერთად და ჩვენს გვერდით ძალიან ფართოდ ისაუბრებს, დეტალებში ისაუბრებს, რა ხდება დღეს ზოგთან დაკავშირებით. დღეს ჩვენთან ერთად არის ქალბატონი თამარი, ზოდის მკვიდრი წარმომადგენელი, ერთ-ერთი აქტივისტი. ზოდის საპროტესტო აქციისა, როგორც ერთი პატარა პრობლემა გვაქვს, შეუძლიათ არის და სიცხეანია და მაქსიმალურად გავუგოთ ფოდლე თითქოს, მაგრამ შინაარსობრივად. ფოდიში, შუქრეთი უნდა მეთქვა ზოდის მაგივრად. მოგესალმებით ყველას, მადლობა რომ მოგზადით და საერთოდ დიდი მადლობა რომ ჩვენი პრობლემებით ხართ საინტერესებული. მეც ისეთი ერთ-ერთი ლამაზი სოფლიდან ვარ შუქრეთიდან და ჩვენი სოფელი ამ კომპანიამ საერთოდ გაანადგურა ვისთან გააცოლა. მოგებებით ვიდეო რომ ჩვენ ყველას საკუთარ ხედავთ პარტნიორებს და აქციები თეატრში საკუთარ აქციები, მაგრამ ამით არაფერი არ შეცვლილა და მე დაკავშირებული ვარ სანამ ეს მთავრობა იარსებობს, არაფერი არ შეცვლება. იგივე გაგრძელდება ჩვენი ჩაყვა, ჩვენი ნგრევა, ჩვენიდან მხოლოდ ღირებული მადლის მოშოვება და ამ ხალხის ასეთი საკუთარო და უმუშევრად დატოვება, მაგრამ ძალიან სოლიდარობას ვუხარებ ბიჭებს, ვინც ეს იმ 4 ადამიანს დაჭერილია ამ საქმის გულის, რომელი ბიჭები არ შეუშინდნენ, არ შედრკენ ჭიათურის პროტესტისთვის, ჭიათურის გადარჩენისთვის, ყველაფრისთვის იბრძოდნენ. მე პირადად გიორგი ნეფარიძეს ბავშვობიდან ვიცნობ, ძალიან მაგარი ბიჭია, ესეთი განათლებული, კარგი ბიჭია, თავდაუზოგავად შრომობდა ჭიათურისთვის, შუქურთის გადარჩენისთვის, ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად ის ვინ იყო ისთვის, მაგრამ დღეს გიორგი ნეფარიძე დასაჯეს იმის გულისთვის, რომ სამართლიანად იბრძოდა, სამართლიანად ასრულებდა თავის ვაჟკაცურ კაცურ მისიას თავის ქალაქისთვის. გიორგის მე ბავშვობიდან ვიცნობ და გეტყვით, რომ მას უკანონო და უსამართლო ბავშვობიდან არაფერი ჩაუდენია. ერთადერთი მისმა შემიძლია უკანონოს დააკავეს სამართლიანობის გულისთვის და ამ სამართლიანობას როგორ შეიძლება რომ ჩვენ დღეს შევხედოთ, არ ვიცი, ისინი ამბობენ რომ ჩვენ ვართ სამართლიანები, ჩვენ ვართ სამართლიანები და ამას მე მგონი საზოგადოება ხედავს, ვინ არის სამართლიანი მხარე და ვინ არ არის. იმათ პიროვნებას ვიხადებ სოლიდარობას, მალე გარეთ გამოსულიყვენ და ყველაფერი კარგად გასულიყოს იმათთან ჩვენ ცხოვრებაშიდაც, მაგრამ ერთადერთი თენგიზ გობერიძეს მინდა მივმართო აქედან, უთხრა რომ მის შვილიშვილებს ამ ქალაქში კი არა, საქართველოში მის გავლენს გზებს მოთხოვენ, მოეკითხებიან და სირცხვილედ ის საერთოდ ფიქრობ ამ ქალაქში აღარც უნდა ცხოვრობდეს და ჩემი ფიქრით საქართველოდანაც უნდა წავიდეს იმის გულისთვის, რომ მისი არასწორი და უკანონო საქციელი გულისთვის, მისი გამყიდველი გულები დღეს 4 ადამიანი ისჯება და იმ 4 ადამიანის უკან მისი ოჯახის წევრები ისჯებიან. არაფრისთვის, მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლეს აღადებდნენ და შეუპოვარი ბიჭები იყვნენ. თვითონ გიორგი 2021 წლიდან, 2019 წლიდან, 2024 წლიდან სულ აქციებში იყო მათ წინააღმდეგ ჩართული და გიორგი დასაჯეს იმის გულისთვის, რომ სხვებისთვის მაგალითი ეჩვინებიან, თუ როგორ შეიძლებოდა მართალი და სამართლიანი ადამიანი დასჯილიყო იმის გულისთვის, თუ როგორ ემსახურებოდა იმ თავის ქალაქს, თავის ობელს და იმ ადამიანებს, ვინც მის გვერდში იდგა.
სოლიდარობა იმიჯებს და რა ვიცი, მადლობა მადლობა ხალბატონ თამარს. სამწუხაროდ მარტო 4 ადამიანი არ არის პატიმარი, უსამართლოდ პატიმარი, ჩვენ ქვეყნის მასშტაბით ვხედავთ რამხელა უსამართლობაა, რამხელა განუკითხაობაა, ადამიანებს პირბადის ტარების გამო აპატიმრენ, აკავებენ. აი, ამაზე მეტი არ ვიცი რა უნდა დავარქვა ეხლა. შეურაცხყოფელია პირდაპირ ადამიანისთვის. 2-3 წლის წინ თუ პირბადი არ გეკეთა ადამიანს გაჯარიმებდნენ, ეხლა პირბადე თუ გიკეთია, ესე იგი ტერორისტი ხარ. თან სამედიცინო პირბადეზეა საუბარი და არა რაღაც მიღაბზე და ასე შემდეგ. მოკლედ, ასეთი რეალობის მომსწრე ვარ და ძალიან მეორე ადამიანი მსგავსი აბსურდის გამო დგას ზის დღეს ციხეში. თბილისის პროტესტიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და მოდი ხოხარე ტაშით და აპლოდისმენტებით ხარი დაუჭიროთ და გავაგზავნოთ ის სამართლიანობისთვის მებრძოლები, ვინც დღეს უკანონოდ იმყოფებიან ციხეში. ასევე მადლობა მინდა განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ნაზის თუ არ ვცდები აზაბოვოს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში იმყოფება ყველა სოციალურ საპროტესტო აქციაზე, დააკავეს, გააფრინეს, მაგრამ აი იმის მიუხედავად რომ არის დევნილი, ძალიან ბევრჯერ ადგილი გამოცვალა თავის საცხოვრებელში, იმის მიუხედავად რომ ძალიან არის ეკონომიურად შევიწროებული, მაინც ბრძოლაშია და მაინც ცდილობს რომ იყოს სოციალური პროტესტის სამართლიანობის მხარეს. მადლობა ამ ქალბატონს ამ ყველაფერს. გაიხარეთ. ის რომ ჩვენი შრომითი უფლებები იყოს დაცული, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის მთავრობის კეთილი ნება არა, ვალდებულება დემოკრატიულ სახელმწიფოში. ვალდებულია რომ მუშათა კლასს შეუქმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო. ასევე მოქალაქეს შეუქმნას უფასო და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო. აი ეს ვალდებულებები აქვს. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ვხედავთ, როგორ არის, როგორც მოქალაქის უფლებები დარღვეული ქუჩაში, როგორ შეურაცხყოფელად და კინწისყრით, აი ესე უხეშად რო ვთქვათ, მიაქანებენ პოლიციის გარკვეული ჯგუფები ახალგაზრდებს საბაგიროში. საერთოდ არაფრის გამო. სრულად უსამართლოდ. და ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გვაგრძნობინონ თავისი დიქტატურული ძალაუფლება, რომ არ გქონდეს ბრძოლის სურვილი, სამართლიანობის აღდგენის სურვილი. რაც შეეხება შრომას, აქ აუცილებელია იყოს ძლიერი არათუ ეხმარ არის პეტრიაშვილის მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც დამოუკიდებელი პროფკავშირებით ხაერობაც და სორსდებს იმ ხვითარ პროფკავშირებზე, რომელიც უნაგებს საქმეებს, ასეთი ჟარგონული გამოთქმით. მაგრამ ჩვენც ვცდილობთ დამოუკიდებელი პროფკავშირები და დამოუკიდებელი პროფკავშირების სახელით აღვადგინოთ სამართლიანობა მშრომელ ხალხთან, მუშათა კლასთან. რა თქმა უნდა, ჯერ არ არის ეს ჩვენთვის მოსაწონი და არ მივსულართ იმ შედეგამდე, რომ ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში, მაგრამ
ბრძოლის შედეგად, ერთობის შედეგად დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებელი პროფკავშირები და მათი ერთობა იტყვის თავის საქმეს როგორც მუშათა კლასის, ასევე ქვეყნის წინაშე. მე მინდა მივესალმოთ რობერტ მარგიშვილს, რომელიც სიტყვით გამოეხმაურება ჩვენს ერთობას. გამარჯობა, მოგესალმებით, რობერტ მარგიშვილი გახლავართ. აი აქ შეიძლება ბევრი მიზეზი იყოს ყოფნის, მაგრამ მე მინდა რომ დიდი პატივისცემა ჭიათურელ მაღაროელებს, არა მარტო მაღაროელებს, საერთოდ ჭიათურას, აი ამ რეგიონს, საქართველოს საამაყო რეგიონს დაუდასტურა და ეს მართლა არ მომწინდება რა. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ამ ხალხის პრობლემებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ჩემის გადმოსახედიდან ერთი ჩვეულებრივი მუშაკაცს და მე ეკრენ მგონია რომ რაღაც წითელი ზოლი და წითელი ხაზი გადის რა და ეხლა ის რაც აი ამ ჭიათურელი მაღაროელების თავზე იქნება დღეს კი არა აი ხვალ ზეგ მომავალში რაც ფრიანად ჭიათურის თავზე იქნება ეს ყველას ნიშანია რომ აი ესე მოექცევიან ყველა მშრომელს ამ შრომებთან დაკავშირებით სოლიდარობის ნიშნით დაკავშირებულ ხალხს და ეს რაღაცნაირი აი წყალგამყოფი ხდება რა მე ეხლა ამას იმიტომ კი არ გეუბნებით რომ ხო რიცხვი აი პროტესტანტი ხალხისა რაღაც მინიმუმ დავიდა შემცირდა მაგრამ აი დავეთანხმებით ალბათ რომ სიმართლე და სამართალი ეს ცოტა სხვანაირი ფენომენია რა ეს არ იცლება არ ცოტავდება ან არის სიმართლე და სამართალი ან არ არის და თუ ერთი კაცი მაინც იქნა რომ აი ამ სიმართლის ღაღადებელი და აი ამის ბრძოლის გამგზელებელი ხო ამას არაფერი არ ემუქრება რა ის ხალხი რომელიც სიმართლეს ებრძვის ხო უნდა იძახის რომ აი ხალხისთვის მათთვის რაღაცა სტილობს მათი მსახურია მაგრამ ის უფრო აი მამონას და აი ასეთი რაღაც მისტიური მსახურები არიან თორე მართალი კაცი ყოველთვის მარტო რჩება თუ მე შემოიგრებს და ამოაზრებს ძლიერი ხდება და ეს სიმართლე ყოველთვის გზას გაიკვლევს და გაიტანს იმიტომ მიმაშნია რომ ეს ხალხი უნდა იყვნენ უნდა არსებობდნენ უნდა იბრძოდნენ რომ ყველა მშრომელმა ამ ქვეყანაში რაღაც თავის სიმართლე დაამტკიცოს ეხლა აი რაღაც ერთი კვირაც არ არის რაც ამ ბიჭებმა განაცხადეს რომ ჩვენ თბილისში ჩამოვალ და სამხრეთ კომისიას ჩვენ სიტყვებს ვიტყვითო და ბიჭო ძალიან ბევრი კლიპები ვნახე აი ამაში გადაღებული Facebook-ზე თუ რა სიკეთეები ხდება აი ამ სულუცკისგან სულუცკია თუ სოцკი ხო არ იმეშნება აი ამ კაცისგან დამყარებული ხო და ძალიან კაი სასადილოები სადაც ადმინისტრაცია და მუშები ერთად სადილობდნენ ძალიან კაი მენიუ თქვათ იქ შეხვედრები რომ თვითონ გადაწყვიტა ყველა ცეცხლში დაიაროს მაგრამ ერთი მომენტია რა შეიძლება კი რაღაც ის არის მაგრამ აი რა ნიშანს მივაქციე ყურადღება რომ ბიჭო ეს მშრომელები ჩემნაირი მუშა ხალხი ყოველთვის ძალიან სუფთად არიან რა მე ხლა იმ დილაში ჭუჭკი მუშაობა ვიცი ხელები ტანსაცმელი რადღეშია მაგრამ ძალიან სუფთად გამოიყურებიან კი ბატონო შეიძლება მეორადი ის აქვს ტანსაცმელი გამოსაცველი რომელსაც სადილობის წინან სულუცკისთან შეხვედრის წინ იწვიან მაგრამ ერთი მომენტია რა რომ ბიჭო სადილობის დროსაც შეხვედრების დროსაც აი ეს კასკას ქართულად რა ქვია ჩაფხუტი ხო ბიჭო ახურავდა ძალიან სუფთა ჩაფხუტია ის და ის სანადირო უკეთია ეხლა აი ამან ცოტა იქში ჩამაგდო რომ გასაჭიროა სადილობის დროს ჩაფხუტი ან შეხვედრის დროს უბრალოდ ჩაფხუტი ეს რაღაც იმაზე არა საუბარი ხო მოიხადე გადადოდა ისე ისადინე და რაღაც და მერე უკვე მივხვდი რომ ეს ფასადია ალბათ ხდება ადრე მივხვდით მაგრამ ის ფასადია რასაც ესენი გვაცხოვრებენ მე ხა ცოტა უფრო დიდი ხნისა ვარ აქ ყოფილებდან და ბიჭო კარგად მახსოვს ის ღიარული სახეები ბედნიერი სახეები აი ამ იმერზე პარადებზე იმერზე და ყველას იმდენად ბედნიერი სახე ქონდა შრომელ ადამიანს რომ ამ ბედნიერებაში ეჭუშე ქონდა რა ნათამაში ეხლაც ეგრე ხდება და ის ხალხია ჩემნაირი მუშა ხალხი უბრალოდ აი ამ ექსპერიმენტისთვის ცოტა მეწოდება რა აი ძალასატანე რაკნას იმან მაგრამ ბიჭო ეს არჩევანი დგება ჩვენ წინაშე იმიტომ ქვია ადამიანები იმიტომ ვაბია თავი რომ ეს არჩევანი გავაკეთოთ და ბიჭო მტერი მარტო იარაღით არ მოდის მტერი სხვა მეთოდით მოდის როგორც ახლა მოვიდნენ ხო სოцკი და მისი ხელდასმულები და რაღაცები და კოლაბორანტებად ნუ გადავიქცევით მათი შემხედვარე რა ესე ნუ იმას ვიზავთ ნუ დავიჩოქეთ და ნუ ჩვენი რაღაც ღირსება წამოვიღოთ როცა ამას უკვე აი ახლა ბიჭებს ხედავთ დაღლილები არიან ამ თითქმის 300 დღიანი იმით მათ თვალებში მათ იმაში დაღლილობა ეს ხალხი ციხეში ჩაყარეს კაცო ნაწილი ამადგან ვისაც ჩვეულებრივად ვესაუბრებით და რაღაც და ბიჭო როგორ არის იცი აი ამ ამბის ჩვენრა ჩავიდინეთ ხო კი მე რომ ვთქვა ვიღაცას რა უფლება მაქვს ჩემნაირ მუშაკაც დაუწუნო რატომ მუშაობ მაგრამ ბიჭო დრო გადის რა ეს დრო გადის და სხვა ისენი მოდის და შენი შვილი იზრდება
ის მოგთხოვს ამისთვის დასვას. მოგთხოვს ისთვის იცი რომ აი ეს შენი ქალაქი ერდოს მე ძალიან კარგად მახსოვს შეადურა როგორი იყო წვანე და ჯანმრთელი და ლამაზი და ეხლა როგორ სისხლისგან იცლება როგორ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე და ავადმყოფობის ბუდე ხდება რა და ბოლო შენი შვილი გეტყვის აი იმ დროს შენ რატო ვიყავი ხმას რო არ იგებდიო და მაგას ალბათ ვერ გაუძლებ ამიტომ სანამდროა ამ ბიჭებს დაუდებით გვერდში ამ პროტესტს შეუერთდი და საერთოდ დღეს მარტო ჭიათურაში კი არა თემ ქვეყანაშია საპროტესტო ხმა რა ისეთი კი არა რომ პარტიული პროტესტი და ვიღაცის დაკვეთილი პროტესტი და რაღაც არაფერი ჩვეულებრივი ჩვენი მუშა მიწისმარდელი ხალხის პროტესტი რომ ესე ცხოვრება აღარ შეიძლება რა აღარ შეიძლება იმიტომ რომ ამას ძალიან ცუდი დასასრულისკენ მივყავთ ისე რომ ჩვენ შულს აღარ ეცხოვრება ხო შეიძლება კონკრეტული ვერაფერი ვერ გითხარით მომიტევეთ აი რაც გუსტკენს ის არის და გამარჯობა ჭიათურას და ფედერალური მადლობა ბატონო როგორც ესე რიხიანად ესე დამაიმედებლად იცის გამოსვლა და გამხნევება ყველა პროტესტზე რა თქმა უნდა სამართლიან პროტესტზე მინდა ეხლა სიტყვა ვთქო მერაბ ქართველიშვილს რომელიც არის მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ერთ-ერთი წევრი რომელიც ისაუბრებს ზოგადად არსებულ მდგომარეობას სალამი ყველას პირველ რიგში სოლიდარობა და სოლიდარობა დაკავებულებს რასაც ჩვენ ვუყურებთ ბევრჯერ ვითხოვს და ალბათ უნდა გავიმეოროთ რომ ჭიათურა არის ეკოლოგიური, სოციალური, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე და ეს არ დაწყებულა გუშინ ან ერთი წლის წინ, ხო? ეს ძალიან ბევრი წლის წინ დაიწყო და ჩვენ რასაც ვუყურებთ ეს თბილისში გამძაფრებულ ავტორიტარიზმს ჩვენ ვთქვათ რომ რეგიონებს და ჭიათურას არც არ ქონია დემოკრატია და ყოველთვის იყო ეს მართლობის ეს ფორმა რომელმაც ყველგან გადმოინაცვლა დღეს და უბრალოდ ხეა საქართველოში იმ ჩაგვას რომელიც შრომელები განიცდიან ამდენი წლის განმავლობაში იმ ჩაგვას რომელზეც მკვიდრი მოსახლეობა განიცდის იგივე შუქტურში იგივე სხვა სოფლებში ითხვისში ეხლა სოციოპირებეთ და ჩვენ როცა ამას უყურებთ უნდა ვიცოდეთ რომ ბრძოლა არ დაწყებულა გუშინ და არ დამთავრდება დღეს და უნდა გაგრძელდეს აუცილებლად ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ რომ დღესაც უყურებთ ქართული ოცნების მხრიდან გადაწყვეტილ ნაბიჯებს აბსურდულ ბრალებს ადამიანებს საპატიმროებში იქნება ეს თბილისში თუ ჭიათურაში ერთი მიზანი აქვს რომ გააჩუმოს და დაადუმოს ყველა ხმა რომელიც მას არ ეთანხმება დღეს ამ დღეებში დაგვიანოს ეს ხო ეკონომიკის მინისტრმა თქვა რომ არავინ არ იფიქროს არ თუ გააპროტესტოს ფიქრის არ გაბედოს პროტესტზეო რაღაც პროექტებს რომელსაც ვაკეთებ და ვაპირებ რომ შემდგომში განვახორციელოთო ან ფაქტობრივად იგივე ნამახვანზე იგივე რაჭის დღეებზე იგივე სხვა იგივე ხილსის საკითხზე ხო უამრავი კრიტიკა არის რომ ყველაფერი არის გასაიდუმლოებული და დამალული ხალხისგან ყველაფერი არის დაფარული და არც გძნობენ პასუხისმგებლობას რომ ეს სახალხოდ გახდეს განსახილველი საკითხები ხალხი ჩართონ ამაში პირიქით ამიტომ პროტესტზე კი არ იფიქრო და პროტესტზე თუ იფიქრებთ აი მოგივათ ის რაც მოვიდათ ჭიათურაში ადამიანებს რომ მხოლოდ იმის გამო რომ ისინი აპროტესტებდნენ დაკავებულები არიან და იმყოფებიან პატიმრობაში მხოლოდ იმის გამო თბილისში არიან პატიმრობაში რომ აპროტესტებდნენ და სასამართლოს ხომზე ვერაფერი რო ვერ დაამტკიცეს სასამართლოს ხომები დახურეს და მედიისთვის გახადეს შეუძლებელი იმის ჩვენება რომ როცა მოწმე ამბობს რომ აქ ადამიანი ჩაიდიდა ეს ადამიანი რომელიც ჩაიდიდა ქმედება აღმოჩნდება რომ ეს ადამიანი დარბაზში არ იმყოფება ესეთი აბსურდები რო არ დავინახავთ შესაბამისად ბრძოლა უნდა გაგრძელდეს იმისთვის რომ ჩვენი ხმები ისმოდეს და ეს ხმები უნდა იყოს უფრო მკაფიო და მამაღალი ვინაიდან აქამდე როგორ ჩანს ჩვენი ხმები საკუთარად არ ისმოდა ამიტომ სოლიდარობა ჭიათურას სოლიდარობა დაკავებულებს და აუცილებლად ბრძოლა მე მინდა სიტყვა ვთქო კახი სამხარაძეს, რომელიც არის ჭიათურიდან, რომელიც არის პროფესიით იურისტი, თქვათ ბატონო. მოგესალმებით, მადლობა ყველას. მე იურისტი ვარ, კონსტიტუციონალისტი ვარ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს აქ არის სტატუსი
რომ მე ვარ პროფკავშირი. და მადლობა ყველა პროფკავშირელს სოლიდარობისთვის. სამწუხაროდ დღეს ცოტანი ვართ, მაგრამ მოდით ერთ ამბავს გეტყვით, რაც გუშინ მოხდა. გუშინ ჩვენი პროფკავშირის წევრი ერეკლე კოპლატაძე დააკავეს და აი ამ რეპრესიებში ჩვენი სიცოცხლე ძალიან მარტივი გასაგებია, მაგრამ ზუსტად ამ დროს გვჭირდება ერთად დგომა, რომ საბოლოო გამარჯვებას მივახციოთ და ჩვენ ყველას ზუსტად პროფკავშირელებმა უნდა უთხრათ, რა არის გამოსავალი. და გამოსავალი არის საყოველთაო სოლიდარობის გაფიცვა. აი აქ ჩვენს უკან შენობაში მუშაობენ საჯარო მოსამსახურეები. მე საჯარო მოსამსახურე ვიყავი 10 წლის განმავლობაში და ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანებს, მათ სტილს, ურთიერთობის, გაგების და საქმიანობის და მინდა უთხრა, რომ ძალიან ცოტაა დარჩენილი აი თქვენი კაბინეტებიდან იმ იზოლატორამდე, რომელიც ჩვენ მაგალითად გუშინ ღამე გავადიეთ ფაქტობრივად, იმიტომ რომ ჩვენი მეგობარი, რომელიც რომ გითხრათ, იყო დიპლომატი და საქართველოს ახალგაზრდა ელჩიც იყო და მას სრულიად წარმოუდგენელი ამბავი შეემთხვა ჯერ საქართველოს პარლამენტში მუშაობდა და იქიდან გაათავისუფლეს უკანონოდ რეორგანიზაციით ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ არც უჭერდა იმ ღირებულებებს, რასაც მოდი ერთი ორი სიტყვა თქვათ ეხლა რა ჩემი აუდიტორიისთვის რა ბევრი სოლიდარობა ჭიათურელებს და ჭიათურ დაკავებულ მაღაროელებს რა იქ ამ ლიბერალურ აქციებს არ ვეხები არ მაინტერესებს და არ ვეთქვი იმაში რომ ესენი დარბნაცებ და კოცები არცეთ ხარის რა აქ პროტივიტო მოვედი რომ შრომელი ადამიანების გვერდჩვენაურად ყოველი ჩვენთაგან რა შეიძლება რაღაცაში ვეთანხმო გაცილ რაღაცებში არა ვეთანხმო იმაში რომ ჭიათურა სამართლიანობა უნდა იყოს რა თქმა უნდა და თავისუფლად ჭიათურა მაღაროელებს რა და რა ჩემი ერთადერთი გარკვევის მიზეზი ის არის რომ შრომელი ადამიანები არიან ცდილობენ შეინარჩუნონ ჭიათურაში შრომელი ადამიანები და ისაც ამდენი იმიგრანტი ყავს და კიდევ უფრო მეტი იმიგრანტი არ გავდეს სამწუხაროდ. დანარჩენი რავი გავამიწერეთ, თვალყურიმატევნეთ და ყოველთვის ნახოთ სამართლიანზე ჩემი ერის მხარეს. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით და ტელეფონი მიჩნდება და ამიტომ თიშავ ლაივს. ამ სერვერებში დავებით კარგად ბრძანდებოდით.